ჰაიუშკი, ჰაიუ, აბა როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით? დავლიოთ ყავა. გუშინ გავიკეთე ტირამისუ, მაგრამ ეგ არ მინდა. ეხლა მინდა სნიკერსი და ყავა. გაჩვენებთ ახლა ჩემ ტირამისუს. ვაიმე ეს ანაღად რა სიყვარულია პროსტო. შეხედეთ. ისე მომწონს ხალხო, ისე მომწონს. პატარა არის, მაგრამ დიდები არ იყო ესეთი საყვარლები და დიდებიც იყო და არ ვიყიდე, იმიტომ რომ ეს მე საყვარლა. ხო და მე კიდე ერთ წელს ვიყიდე და ორში ჩავყრი ხოლმე ეს დიდი შეფუთვა რო არის მაგას. აი მე ის დავყარი ნახევარ. როგორ ახრაშუნებს მოშივნია. მოშივნია ჩემ პატარა ფისუნას. ვაიმე. ხნინი. ნინიკო, ნინიკო, ნინიკო. ჩემო ნინიკო. ესე იგი ხო შაქრის შემცვლელები მე მომწონს ნამცხრებში. ანუ გემოს არ მიფუჭებს, მაგრამ აი კოკა-კოლა და სასმელებში ვსვავ გაკეთებულში, მაგრამ ყავაში ვერაფრით ვერ. ანუ იმდან საზიზღრება გემო, რომელიც ყავაში უჩნდება, საერთოდ არ იმარშვი. ნახეთ, აი ეს გავაკეთე. ნახეთ, ტირამისუ ხალხო, დაბალკალორიული ტირამისუ. აქ არის ისა კრემ ხაჭოა და სავოიარდი გუში რო ვიყიდე. ეგ და რატო არ ვჭამიცით? ჯერ ერთი ახლა არც მინდა. შუადღისას მინდომება ალბათ დესერტად და მეორე კიდე ეხალია წასულია ჟოლო უნდა იყიდოს და ავტომატურად მინდა ჟოლოები ჩავაყარო და ეგრე ვჭამო. თუ ორგაზმია. არ მომაქციოთ ყურადღება. 7 წყნარად. ჩემი დაბადების დღის მერე მოვდივარ ნელ-ნელა ფორმაში. იქ ვხედავ ხოლმე რაღაცები რომ ისია. ხო, ნელ-ნელა. ჩემს თავში არის რაღაცა ახალი იდეები არა. ძველი იდეები, რომელიც სულ მინდოდა და ახალი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას არ ვაჟღერებ, იმიტომ რომ რამდენი რაღაცა გავაჟღერე ხალხო. იმდენი ან არ გამოვიდა, ან ისე არ გამოვიდა, ხო და ამიტომ მოდი ჯერ გავაკეთე და მე გავაჟღერებ, ოკეი. ეგრე რამდენჯერაც გავაკეთე, იმდენჯერ გამოვიდა. ანუ არ დაიშალა, არ ჩაიშალა, მაგრამ რამდენჯერაც ეს გავაკეთე, რომ ჯერ გავაკეთე და ჯერ გავაჟღერე და მე გავაკეთე, მე ვცადე რომ გამეკეთებინა, არაფერი არ გამოვიდა. ხო და ამიტომ და აქედან გამომდინარე ასე, ჩემო ძვირფასებო, ასევე ძალიან მოგაკლდით და განვიცდი მე ამას, ეხლა რატომ მოგაკლდით? მე მაქვს ADHD. ჩემი ტვინი არის სუპერ ფიქსაციისკენ მიმართული ტვინი და ჩემი სუპერ ფიქსაცია ეხლა არის ჩემი მარათონი. ჩემი მარათონი, სადაც გოგოები დამოკიდებული არიან ჩემზე, მაგალითად ადამიანი როცა რამის ჭამას აპირებს, წერს, აბა ეს რაღაცა გაურკვეველია, კითხვა აქვს, ხო? მე თუ მაშინვე არ ვუპასუხე, ეს პასუხი დაგვიანებულია. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის არ გამომდის, რა თქმა უნდა, მეც ადამიანი ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ 24/7-ზე ვიყო ხაზზე. გავაზიარო, როგორც მოტივაცია, ისე სწორი გზა, ისე მეცნიერული შეხედულება და გქონდეს ურთიერთობები და ეს ჩემს იმდენად დიდ სუპერფიქსაციას იწვევს იქ, რომ აქ აღარ ვრჩები სამწუხაროდ. მაგრამ მოიცა მოვა. მაგრამ დღეიდან მე თქვენ გპირდებით, რომ დღეში 2 ვიდეოს აუცილებლად დავდებ. გპირდებით.
ადრე სამსვდებდი ხოლმე და 3-მდეც მივალ, თოღონდ მოდი ჯერ სტაბილური 2 იყოს. აჰა. ანუ არ არის ადვილი ხალხო, თქვენ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ მე მყავს ბავშვი, რომელთანაც დროს ვატარებ 24 შვიდზე. მისი ემოციური მდგომარეობა ჩემზეა, ჩვენ ერთად დღეში 2-ჯერ ვზეირნობთ. ეს დროც რა თქმა უნდა ხო მიდის, პლუს ჩვენი ზღაპრის წაკითხვა, ურთიერთობა რაღაცის თამაში, ერთად თამაში და თამაშით რაღაცის სწავლა, ესეც მიდის. მე 2 მოზარდი შვილი მყავს, მათაც სჭირდებათ ჩემი ყურადღება, მაქვს მარათონი, არხი და მარტო გადაღება არ უნდა დავამუშაო კიდეც ვიდეო და პლუს დრო ჩემთვის, ჩემი თავისთვის და პლუს წონაშიკლებასაც არ სჭირდება ცოტა რესურსი, ანუ ჩემს წონაშიკლებას ამ შემთხვევაში ასე რომ საკმაოდ ბევრი რაღაცა არის ერთად, რაც თავს იყრის. მე მიყვარს ეს, მე მომწონს ეს, მე არ შემიძლია გაჩერება, იმიტომ რომ მე ძალიან დიდხანს ვიყავი გაჩერებული და გაჩერებული არ ვიყავი უმისესოდ, გაჩერებული ვიყავი, იმიტომ რომ აი ამისთვის ვემზადებოდი, რასაც ახლა ვაკეთებ და რასაც ახლა გავაკეთებ კიდე, ამ ყველაფრისთვის ვემზადებოდი მე. ხო და შესაბამისად ეს ნორმალურია. ეს ნორმალურია. ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, მაგრამ თავარია რომ მე თქვენთან ვარ და მე ვაზიარებ ჩემს ცხოვრებას, გიზიარებთ ჩემს ცხოვრებას. ხო, ასე ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა, ვისაც გინდათ რომ დამეხმაროთ, უყურეთ ვიდეოებს, უყურეთ ბოლომდე, უყურეთ რეკლამასაც, ძალიან დამეხმარება მე და ეს არის ჩემთვის დიდი დახმარება, ხო კიდე ვდებ და ვერ დავაყენე საშველი რომ ჩავეწერო ბიოპსიაზე, იმიტომ რომ ქვეცნობიერად მეშინია და თავიდან ვირიდებ, რაც არის სრული სისულელე, ანუ ფარისებრის ამბავზე. მაგრამ ეხლა ბავშვები სკოლაში მივიდნენ, ჩემმა დაბადებისთან ჩაიარა და ეხლა დავრეკავ რომელიმე დღეს და ჩავეწერები, გპირდებით, ჩემ თავს პირდები. ანუ რეალურად თან ბიოპსიის კი არ მეშინია. იმისი მეშინია, რაც შეიძლება მოყვეს, ანუ კი არ მეშინია. არ მინდა ეს ოპერაციები და რაღაცა ამბები, პროსტა არ მინდა. ნუ ჩემს ნდომაზე, ამწუხაროდ, არ არის არაფერი დამოკიდებული. ხო და ამიტომ ამიტომ და ასე და ამრიგად და ამგვარად ესეთი სიტუაცია გვაქვს. ხო, ყავა არ დამისხია? არ დამისხია. ყველაფერი იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, უფლის წყალობით, შემწეობით და ჩვენი ცდილობით. სხვა გზა არ არის. ყველაფერი უნდა იყოს კარგად. კარგად. ესე. მე ამას გპირდები, სულ შენთან ვიქნები. მას ყოველდღე ვასწავლებ. ჯვარს და ამას, იმიტომ რომ სულ იმაშვება. 2 დღეში და 1 დღეში ერთმანეთზე არის ხოლმე სულ გადაბმული და გადაჯაჭვული მართლაც და აი დილაი მშვიდობისა იტკბილებო. ასე.
შენთან ვიქნები შეგაშინებს ამას გთხოვ დროგი ხალხო არაფერმა არ უნდა შეგვაშინოს რეალურად შიში ჩვენში შადებულია ევოლუციურად იმისთვის რომ გადაგვარჩინოს შიში ადრე იყო ჩვენი მძველი ნახე როცა გამოქვაბულებში ცხოვრობდით მაგალითად ორი მეგობარი ღამე დადიოდა გარეთ ან არა მეგობარი ადამიანი და ამ დროს გამოვარდა რაღაცა ცხოველი ვეფხილომი და ერთი მათგანი შეჭამა მოკლა მეორეს შეეშინდა დააკვირდა რომ ეს ღამე მოხდა რომ ეს დღის თარხდება და ღამე გარეთ აღარ გამოდიოდა შიში რო არ ქონოდა რო არ შეშინებოდა გამოვიდოდა ღამე და მისი წინაპრებიც ვერ ისეირნებდნენ დღეს 21 საუკუნეში ესე შიში ჩვენი მეგობარია მაგრამ იყო გადამრჩენელი მაგრამ დღეს უმეტესად შიში არის ჩვენი ხალი შემშლელი მე კაი მომთო ხოდა რაშველი შიშს შიშებს შველის გაცნობიერება რისი გვეშინია ხოლმე ხშირად გვეშინია ხოლმე იმისი რას იტყვიან ჩვენზე სხვები ანუ მაგალითად ახლა ერთი ქალი ვნახე რომელმაც გაიგეთა ბარიატრიული ოპერაცია იკლებს წონაში და სხვათა შორის ადამიანებს წონაში რო იკლებენ სრული უჩრდილად ხომ რაღაცა შეიცვალონ და ხშირად ეს არის ხომ თმა ვარცხნილობას იცვლიან ხომ რაღაცნაირად ხო ამბობენ რომ შეიძლება ვერ ხვდება ადამიანი მაგრამ ანუ კონკრეტულ ადამიანზე ვიძახი შეიძლება ვერ ხვდებოდეს რატომ უნდათ მის შეჭრას ან შეიძლება ხვდებოდეს კიდეც მაგრამ ეს ხო ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული და ჩვენი თმა ჩვენს ენერგეტიკას ინახავს და ჩვენ გვახსოვს ეს ხო ის ინახავს მეხსიერებას და როცა რაღაცა გავიარეთ და გვინდა რომ შევცვალოთ ეცამი ჩემმა გოგომ ფოტო ჩაგდა მარათონში დაბენიერი ვარ ძალიან მიყვარა ხალხო ადრე თქვენ მიყვარდით ძალიან ახლა თქვენ ხომ მიყვარხართ და ისინი ძალიან მიყვარან და რამდენად დიდარი ვარ პროსტა ჩემი ოჯახი ბავშვობაში საერთოდ არ მქონდა ოჯახი დაქცეული ნანგრეული ნანგრევებზე ვისებოდი ფაქტიურად იმიტომ რომ ბებია ჩემი და ბაბა ჩემი განადგურებული იყვნენ დედაჩემის ამბით ლია ხო საერთოდ და ნანგრევებზე ვისდებოდი და ეხლა რამდენი ოჯახი მყავს რამდენი სახის ღმერთმა მაჩუქა მოგონა ვაიმე შემოგავლა მოგონა ვიყო მაგიერი ეს გოგონაც მაჩუქა ღმერთმა მეგო მინდოდა თან ორი ბიჭის მერე გოგო ახლა და
მოვალი ხალხო. ხო და იმას ვამბობდი რომ ხშირად გვეშინია ხოლმე რომ ამ ქალმა დაიკლო შეიჭრა თმა შეიძლება და ნახევარ საქართველოს უწევს არ გიხდებაო. ხო და ეგ ადამიანი არ არის ესეთი ადამიანი ვისაც აინტერესებს ნახევარ საქართველოს რას დაუწევს. არა განა არ აინტერესებს იმას ვიძახი თავისი უფრო მნიშვნელოვანია თვითონ რაც ფიქრობს. არა ვიღაცისთვის არ მნიშვნელოვანია სხვა რა სიტყვის. ერთი ეგ ახლა მე არ შემეფერება. რაღაც დროს ჩემი რა რაღაცოს ხალხო. რა რაღაცოს ერთი სიცოცხლე ვაქვს. 100 წლისასაც რომ მომინდა, სადაც მომინდება გავაკეთებ. ერთი გვაქვს. შეიძლება მეტიც გვაქვს, მაგრამ გარანტია არ გვაქვს. ამიტომ ოკეი. არ გამოსulis შიში. მაინც მაინც არ გამომივა, მაინც ვერ შევძლებ. რო არ გამომივიდეს, არა უშავს. რო არ გამოგივიდეს, გეცოდინება რომ არ გამოგივა. იმას რომ მაგალითად სიკვდილის წინ ფიქრობდე რომ აუ რა იქნებოდა რომ გამეკეთებინა, ჯობია იცოდე რომ გააკეთე და არ გამოგივიდა. მე ეგრე ვთვლი. ისევ იმიტომ რომ მარადიულები არ ვართ. ასევე უარის შიში. მე ვიცი შემთხვევები რომ ბიჭს გოგო მოწონდა და ეს გოგო ისე გათხოვდა. რომ ამ ბიჭმა ვერ გაბედა რომ ეთქვა რომ მომწონხარო. ხო შეიძლება ამ გოგოს საერთოდ ზედარ შეეხედა არ მოსწონებოდა, მაგრამ ის შეიძლება დღეს მაგის ცოლი ყოფილიყო და არა იმ სხვისი. ასე რომ უარის შიშიც იგივეა როგორც გაკეთების შიში რომ არ გამოგივა ანუ მე რა ის გეცოდინება რომ უარყვეს ხო არ არის ამის ცოდნა ადვილი და რთული გადასატანია ეს დარტყმა მაგრამ არა უშავს ამის გამო არავინ მომკვდარა გადავიტანთ ვიდრე იმას რომ აი რომ ეთქვა რომ მივსულიყავი რომ გამებედა ბოდიში რომ მომეხადა ვიღაცას თუ ბოდიში აქ მოსახდა და ასე შემდეგ. გამოსulis შიში. მე მქონდა ეგ. ზუსტად ვიცოდი რაღაცის გაკეთება რომ მინდოდა რომ გამომივიდოდა და მე შინიოდა რომ გამომივიდოდა. რატო? იმიტომ რომ გამოგივა ეგ წინ ახალ პერსპექტივას და ახალ პასუხისმგებლობას გიჩენს, რაც არის შეუცნობელი და შეუცნობელის ყოველთვის გვეშინოდა ჩვენ ევოლუციურად, იმიტომ რომ შეუცნობელში შეიძლება წავსულიყავი და დავღუპულიყავით. მაგრამ იმიტომ აღმოვაჩინეთ ამერიკა და ყველაფერი საერთოდ სასწაულებრივი რაც აღმოვაჩინეთ, იმიტომ აღმოვაჩინეთ რომ შეუცნობელში შევედით. შიში ადრე გვეხმარებოდა გადარჩენაში, ეხლა ძალიან ხშირად ეს არის ჩვენი ბლოკი, გვბლოკავს. ამიტომ ამას შველის ერთი რაღაც და ამ ერთ რაღაცას ქვია გაცნობიერება. დაჯდომა საკუთარ თავთან, რომლის ფუფუნებას ჩვენ არ გვაქვს, მთელი დღე შეგვიძლია ვსკროლოთ TikTok-ი, მთელი დღე შეგვიძლია ვუყუროთ სერიალს, რამეს რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცა ვაკეთოთ, მაგრამ თუნდაც სახლი დავალაგოთ, თუნდაც ნებისმიერ რაღაცა, ოღონდ ჩვენ თავთან არ დავრჩეთ. და სინამდვილეში კიდე საკუთარ თავთან დარჩენით იწყება ყველაზე დიდი რაღაცები. ამიტომ უნდა დავრჩეთ ჩვენ თავთან და ვკითხოთ, რისი გვეშინია და რატომ გვეშინია. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ? ვისი და რატომ? და თუ გავაკეთებთ ამას და მივიღებთ იმ რატომს, მე რა მოგვივა? და თუ ეს ჩვენ სასიკვდილო რისკს არ გვიქმნის, ან ვინმე სხვას,
შენ რატო არა? თუ ჩვენ სიცოცხლესა ჯანმრთელობას ეს საფრთხეს უქმნის, მაგალითად მოტოციკლის ყიდვა, მე ყოველთვის მინდოდა. მაგრამ რომ მითხრეს, ბავშვი რომ ვიყავი, მინდოდა ძალიან და მე ვიღაცა მითხრა რაღაც მახსოვს, რომ ეგ არისო, ჩათვალეო, რომ მოსიარულე კუბო. ორბორბლიანი კუბოა. და რომ დავფიქრდი, ანუ არ მიღირდა ეგ სიამოვნება, რასაც ეგ მომიტანდა ჩემს სიცოცხლეთ. დავთქვი უარი. ან თუნდაც ჩქარა სიარული ხო, რომელიც შეიძლება შენ სიცოცხლეთ ან სხვის სიცოცხლეთ დაგიჭრას, აი მაგისი მართლა უნდა გეშინოდეს და მაგ შიშმა მართლა უნდა გაგაჩეროს. აქ მართლა სასარგებლოა. მაგრამ იქ სადაც ჩვენი შიში არც ჩვენ არ გვაზარალებს და არც სხვას არ აზარალებს. ნუ ეხა შეიძლება დედა შენ მაგითხრას, რომ შენ თუ ექიმი არ გამოხვალ და დიზაინერი გახდები, მე გული დამარტყამს და დამაზარალებს, მაგრამ მაგას არ გულისხმობ. შენ რაც გაინტერესებს, იმაზე უნდა იარო, იმ გზაზე. ეგ ვერ დააზიანებს ვერავის და თუ ვიღაცა გეტყვის რომ აზიანებსო, ეს უკვე манипуляცია. ეს არაა სინამდვილე. დაზიანება არის, როცა შენ შენი საქციელით მის პირად საზღვრებს ლახავ. იქნება ეს ფიზიკური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური. ხო, თუ ეს არ ხდება, ჩვენ სხვას არ ვაზიანებთ და ჩვენ რა გავაკეთოთ? სად ვისწავლოთ, სად ვიმუშაოთ, გავთხოვდეთ, არ გავთხოვდეთ, ვის გავყვეთ, ვის არ გავყვეთ და ამ შემდეგ ეგ მარტო ჩვენი საქმეა. და თუ ვინმეს აზიანებს, ან არ აზიანებს, ეგეც ვართ ჩვენ. ამიტომ შიში კი არ უნდა გავაგდოთ, კი არ უნდა დავთრგუნოთ, უნდა ჩავხედოთ თვალებში. უნდა მივცეთ უფლება შიშს და ჩვენ თავს, რომ ერთმანეთში გავიაროთ ეს. ის თავის გზაზე წავა, ჩვენ გზაზე წავართ. და თუ რაციონალურია, ვითვალისწინებთ და მადლობას ვეუბნებით, თუ რაციონალური არ არის, მაგ შემთხვევაშიც მადლობას ვეუბნებით, ვუხსნით, რატომ არ გამოგვადგება და ჩვენ გზაზე მივდივართ. всё. ასეთი იყო დღევანდელი ვიდეო. ვისაც მოგიწონათ და ვინც თვლით რომ სასარგებლოა, დაალაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი 30,000-ისკენ მივდივართ. ცოტა გაგვიკლია. დააკომენტარეთ თქვენი აზრი, თქვენ რისი გეშინიათ და რა ყოფილა ისეთი რისი შიში, რამაც გაგაჩერათ და რასაც მაგალითად წლების განმავლობაში ნანობთ. ან თუ გქონიათ ასეთი მომენტი და შიშის გამო არ გაჩერებულ ხართ და რო არ გაჩერდით, ეხლა მაგის გამო რა განცდა გაქვთ. ხო, ასევე ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, პირადი ნომერი მითითებული იქნება როგორც ვიდეოში, ასევე აღწერაში ვიდეოსი. მიყვარხართ და ისურვებთ კარგ დღეს. დროებით.